ივანთან ის ჩვენი გადაცემის პირველად არის ჩვენ გადაცემაში სტუმრად, ამიტომ საინტერესო იქნება ეს შეხედულებები ყველა იმ პროცესზე, რაც ვითარდება. პრაქტიკულად უკვე აი ერთ-ორ დღეში 6 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც გაიმართა საპარლამენტო არჩევნები და ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ჩაატარა ძალიან ისეთი ფუნდამენტური მანამდე არჩევნებისში გამარჯვებამდე ფუნდამენტური საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები გვახსოვს ჩვენ მონათლული იყო როგორც რეფერენდუმი, ესე ვთქვათ, რომ ეს იყო ქვეყნის რაღაც საბედისწერო არჩევნები, სადაც ისაზღვრებოდა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია თუ მომავალი თუ ასე შემდეგ და ორი განსხვავებული დღის წესრიგი უპირისპირდებოდა ერთმანეთს ამ არჩევნებზე. ერთის მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ რეგიონში მთლიანად არის რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ ვითარება შეცვლილი ქართულმა ოცნებამ ფოკუსში მოაქცია ომისა და მშვიდობის ეს თქვა დიქოტომია. მეორეს მხრივ კი ოპოზიციამ პრაქტიკულად მთელი ფსონი ჩამოვიდა სწორედ ყველა პრობლემა თუ ყველა საკითხი გვერდზე გადადო და საგარეო ორიენტაციის საკითხი თქვა რომ ეხლა წყდება აქ ჩვენ ევროპაში მივდივართ თუ რუსეთში. და ამორჩევლებს მოუწიათ აი ამ ორ განსხვავებულ დღის წესრიგს შორის არჩევანის გაკეთება და უმრავლესობამ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ თავისი, ესე ვთქვათ, პოზიციით და შეხედულებით თუ ის როგორ წარმოიდგენს ქვეყნის განვითარებას. ძალიან ნიშანდობლივი იყო არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ველზე ბრძოლა, არამედ ხარისხი უცხოური გავლენის პირდაპირ საელჩოების მხრიდან უცხო ქვეყნის ლიდერების მხრიდან, რომ მათი მონაწილეობის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში, როგორადაც ისინი იყვნენ ჩართულები და შემდგომ უკვე არჩევნების შემდეგ შედეგების გამოცხადებიდანვე ყისიერად და შედეგები ძალიან მალე გამოცხადდა ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების მეშვეობით, რომელიც ოპოზიცია 26 ოქტომბრის 8 საათამდე იწონებდა და შემდგომ შეწყვიტა. და დაიწყო ძიება რაღაც ჩამდგენელ ოთახში შავი კატის თუ როგორ მოხდა რომ მათ წააგეს. შემდგომ დაიწყო უკვე ახალი ციკლი 6 თვიანი, რომელიც მოვიდა დღევანდელ დღემდე და დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე რა ვითარება და ამაზე ვილაპარაკებთ სწორედ გადაცემაში. აქედან დაახლოებით ალბათ 6 თვე იქნება თუ 5 თვე დარჩენილი შემდეგ ახალ ადგილობრივ არჩევნებამდე. გიორგი, აი შენ როგორ მე ძალიან მოკლედ გავავლე ტრაექტორია ბოლო დაახლოებით 1 წელიწადში გავითარებული მოვლენების და აი შენი გადმოსახედიდან როგორ ხედავ ვითარებას დღეს? მოგესალმებით, გიიღოცავთ აღდგომას დაგვიანებით. ულოცავ მაყურებელს. მართლაც ეს ბოლო წელი იყო საბედისწერო თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში და ჩვენ არჩევნებამდეც და უკვე არჩევნების შემდეგაც აი ამ პერიოდში წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ვიხილეთ საქართველოზე, საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და ის მოვლენები რაც უკვე შემდგომ განვითარდა, კერძოდ შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვება, იქ სკანდალი USAID-თან დაკავშირებით, NET-თან დაკავშირებით, ზოგადად ASHS დემოკრატიული პარტიის მიერ დაფინანსებული მთელი არასამთავრობოთა ქსელის აი ამის გამომზეურების შემდეგ უკვე ეს რაღაცა გარკვეული აზრიან მოსაზრება კი არ არის, ეს არის უკვე მტკიცებულება იმისა, თუ რა მასშტაბის ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. ოპოზიციის მარცხი იყო პრინციპში ლოგიკური, საკმაოდ, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა გვეუბნება იმის თაობაზე, რომ ის დიქოტომია, რაც წამოწია ქართულმა ოცნებამ, იყო ძალიან ზუსტი. როგორ შეიძლება შენ რაღაცა მაღალ ესეთ ღირებულებებზე ესაუბრო შენ სამომრჩეველს, როდესაც ქვაკუთხედი თავარი საკითხი არის ომი და მშვიდობა, ხო? ყოფნა არ ყოფნა, გადარჩენა არ გადარჩენა. არ წავიდეთ შორს არც პოლიტიკაში და არც ეკონომიკაში, ელემენტარულად ნებისმიერი დამწყები ფსიქოლოგი დაგიმოწვევთ, არის მასლოუს პირამიდა და ადამიანი თუ არ იკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, ის შემდეგ ფაზაზე ვერ გადის და ეს იყო ძალიან ესეთი მართლაც და რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, აირჩია სტაბილურობა, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სხვადასხვა თაობას ეს საომარი ტრავმები, ჯერ არც მოშუშებულა ბოლომდე და ამას ვერაფერი ესეთი პროდუქტიული და კონსტრუქციული
ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა და მთლიანად ეს ყველაფერი აწყობილი იყო არა თუ რაღაცა პოლიტიკურ ბრძოლაზე, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების ძირის გამოთხრაზე, ეკონომიკური სტაბილურობის ძირის გამოთხრაზე და პირდაპირ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობაში. იქნებოდა ის რაღაცა ცალკეული შეხვედრები ევროპარლამენტში, იქნებოდა ეს პირდაპირ აღარც მალავდნენ, როდესაც ბოლო რეზოლუცია ევროპარლამენტმა რაც მიიღო, ესე იგი პირდაპირ უკრაინის დელეგაცია გამოდიოდა და ჩვენ შევადგინეთ ეს ტექსტიო და შემდეგ ეს ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ალანყად დაყვებოდნენ და იმისაც არ ერიდებოდათ, რომ აი პირდაპირ უკრაინული დელეგაციის ესე იგი ხელმძღვანელობით ევროპარლამენტი იღებდა ანტიქართულ და რა ვიცი მე რა დავარქვა მაგას რეზოლუციებს. თან მე რამდენი შემთხვევა იყო უკვე მეოთხე ესეთი შემთხვევა იყო ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულ რეზოლუციაზე, როდესაც პირდაპირ თხოვდნენ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას რუსეთთან, პირდაპირ მოიხსენიებდნენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად, როცა იმავე სტრასბურგის სასამართლომ ეს უარყო და ყველაფერში ასე ვთქვათ გაამართლა საქართველოს ხელისუფლების და ამ შემთხვევაში მისი ციხეში ყოფნა მიიჩნია კანონიერად და არანაირი პოლიტპატიმრის სტატუსი სტრასბურგის სასამართლომ მას არ მიანიჭა და შესაბამისად თან აი ეს ყველაფერი ხდებოდა ფაქტიურად გლობალური კრიზისის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც რაღაცა ძველი მსოფლიო წესრიგი წარსულობას ვარდება და თვალს ვადევნებთ რაღაცა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას და ეხაც ამ პროცესში ვართ და აი ამის გათვალისწინებით მით უმეტეს, ხო, ოპოზიციას უკვე რეალობაზე ქონდა დაკარგული პულსი, იმიტომ რომ ვერათვიცნობიერებდა იმას, რომ აი ის რაც ის 20-30 წლის განმავლობაში რა ილუზიების თვითონ შეიქმნეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ყველაფერი აი ესე წარსულს ბარდება და შეიძლება ხვდებიან კიდევაც და არც უნდათ დაჯერება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საკმაოდ ნათლად გაათვითცნობიერა ის რისკები და საფრთხეები, რის წინაშეც იდგა ქვეყანა და შესაბამისად მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება ჩემი აზრით. ამას დაუპირისპირდა ერთადერთი რაც მახსოვს, ამას დაუპირისპირდა რიტორიკა ეგეთი რომ აი რუსეთი ერთის მხრივ, აი რუსეთთან კი აღარ ყავს და არის დასუსტებული. საქართველოს ომის საფრთხე არ ემუქრება, რუსეთს ჯერ ესეთიც რომ თავი არა აქვს როცა ქვეყანას დაესხას და მეორეს მხრივ რაღაც აღარ ჭირდება თქვა ქვეყანაში აქ ომი და ამიტომ ეს არის გამოგონილი საფრთხე. ეს მოწოდებები და ეს რაღაცა მაგალითები ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც აი დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მიმდინარეობს უკრაინის ფრონტზე. და დღეს ყველას უკვირს, იმიტომ რომ დღეს ეს ნარატივი შეცვლილია მითი, რომ ეხლა რაც ხდება ეს დათმობა, ხო? ეს დასავლეთის მარცხის ბრალი კი არ არის, ეს არის დონალდ ტრამპის ბრალი. თუმცა ამ ბრალშიც სიღრმისეული ანალიზი არ ხდება, რომ თუ ამ კაცმა შეიცვალა პოზიცია, ან მიდგომა, არა მარტო პერსონალური, არამედ სახელმწიფოებრივი მიდგომა, რატო აკეთებს ამას? რაღაცა მიზეზები ხო უნდა იყოს ამასთან. ყოველ შემთხვევაში ეს დამაჯერებელ პასუხს თავიანთ აუდიტორიას ისინი ვერ სცემენ და შესაბამისად მთელი ეს დაპირისპირება დღეს ისევ გადის რწმენების ესე ვთქვათ ხაზზე, რომ აი ჯერა და გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იყოს ესე, რომ აი რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის აგრესორი, შესაბამისად ის უნდა დამარცხოს. ანუ წინააღმდეგობა აქ მოვიდა იმაში და მაშინ დაიწყო, როდესაც მათი რაღაც კოგნიტიური დისონანსი იწვევს ის, რომ მათ სამყაროსეულ წარმოდგენაში, სადაც კეთილი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტზე, ესე არ ხდება, ხდება პირიქით. და პირველ ეტაპზე ყველანაირ ადამიანი ეწინააღმდეგება ამ სურათის მიღებას, შესაბამისად თავისი რაღაცა სოფხედულობის გადაფასებას, რომ მგონის სამყარო სხვანაირად არის აღწერილი და ცდილობს იპოვოს გამამართლებელი საფუძვლები იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის სურათი, რაც მას აწრეულების განმავლობაში პრინციპში ჩამოუყალიბდა. მე ჩემი აზრით, იგივე პროცესს ვადევნებთ ახლა ევროპის შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ, რომ აი ახლა პრაქტიკულად პიცკზეა, ასე ვთქვათ, მისული ეს მოლაპარაკებები
ომის დამთავრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მომენტში შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მზად არის დოკუმენტი ხელმოსაწერად, ან ითქვას, რომ ვერ მიიღწა შეთანხმება და ჩავარდეს და ამერიკა იმუქრება, რომ ამ პროცესთან მთლიანად გავა როგორც მოლაპარაკებებიდან, გავა ასევე ომიდან. და სწორედ შეიძლება ეს დაარქვას დონალდ ტრამპმა თავის ქვეყანაში, რომ მე ომი დავამთავრე, ამერიკა ამ ომში, ეს ამერიკის ომი აღარ არის. და რჩება ევროპა, რომლისთვისაც აი ბევრი ნიშანი აქვს სტატიებს თუ გულდასმით ადამიანი წაიკითხავს სტრიქონებს შორის ჩანს, რომ მას არ სურს აი ამ შედეგით იმ გამოჟონილი ინფორმაციით და ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით მივხვდეთ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდაზე რა წინადადებები დევს და მხარეებს რაზე უწევთ დათმობაზე წასვლა, მაგრამ აი ეს მონახაზიც კი ევროპისთვის არასასურველია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს შეცვლილი პარადიგმის გაფორმებას, რომ სამყარო სხვანაირია, რომ არსებობს რაღაცა ინტერესები, რომ რაღაცა რუსეთი დაბრუნდა, როგორც ესე ვთქვათ, დიდი მსხვილი მოთამაშე, რომელმაც შეკუმშვის შემდეგ იწყებს თავისი გავლენის სფეროს გაფართოებას და აი ამ კონტექსტში თუ ადამიანი უყურებს, ბუნებრივად ხვდება, რომ საქართველოს აი ამ რაღაცა რადიაციულ ველში მოქცეულია და მართებს მეტი სიფრთხილე ვიდრე აქამდე, ხო? შენი აზრით ეს პროცესი დღეს რა კავშირში არის? აი როგორ შეიძლება პარალელის გავლება, იმიტომ რომ მე პირდაპირ პარალელს ვხედავ, აი ამ ორ პროცესს შორის ჩვენ ქვეყანის შიგნით რა მიდის და პრაქტიკულად ეს არის გამოძახილი ამ ჩვენ რეგიონალური მოვლენის და ძვრის. შენ როგორ ხედავ აი ამ ურთიერთკავშირს? საინტერესო ანალიზია. უკრაინამ პირველ რიგში ვერ მოახდინა, ესე ვთქვათ, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მიიღო ის პაიკის როლი გლობალურ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. საქართველოსგან განსხვავებით, როდესაც 2022 წლის აღარ მახსოვს 26 თუ 27 თებერვალს, როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ანტირუსულ სანქციებს არ შევუერთდებით, იმიტომ რომ ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი, ამის მერე დაიწყო, ესე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური და დიპლომატიური შტურმი საქართველოზე. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ გლობალური პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებას. ხო, ბევრს არ ესმის დაუშვათ რატო ცდილობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის მეტნაკლებად ნორმალიზებას, იმიტომ რომ მაინც ჯერ ადრეა საუბარი რაღაც ნორმალიზებაზე. რატო ცდილობს ამას ტრამპი? უშუალოდ რა პოლიტიკური კრიზისია ევროპაში და ევროკავშირის შიგნით. ეს ორი ცოტა განცალკევებული რაღაც არის. ტრამპისთვის და ამ შემთხვევაში უკვე შეერთებული შტატებისთვის მთავარი სამიზნე არის არა რუსეთი, არამედ ჩინეთი და ამას არც მალავს ტრამპი. დასაფასებელია, რომ ის თავის გამოსვლებში არის საკმაოდ გულწრფელი და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და თვითონ ბაიდენი იმდენად სულელი იყო, რომ მოახდინაო ესე იგი ჩახუტებაო სიტყვასიტყვით რო ვთარგმნოთ სი ძინპინის და პუტინის, რაც ითარგმნება როგორც ანუ მათი სტრატეგიული ეგრეთ წოდებული დაახლოვება. და მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა შეერთებული შტატებისთვის არის ჩინეთი და ეს არ არის მარტო რესპუბლიკური პარტიის აზრი. იქ ამ თემაზე არის ორპარტიული კონსენსუსი, როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს შორის, ისევე როგორც ისრაელის დახმარებას. და ეს ორი საკითხი არის ხელშეუხებელი. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ტრამპი ცდილობს რაღაცნაირად თუ არ დააშორიშოროს აი ეს მათი ეს მჭიდრო კავშირის შეწყვიტოს მაინც. იმიტომ რომ ჩინეთი არის ერთადერთი ზესახელმწიფო რომელიც პირდაპირ ემუქრება ამერიკული ჰეგემონიის დასასრულს და ამ ესტაფეტის ჩაბარებას გეგმავს, ხო? სხვა მეთოდებით, სხვა გზებით, უფრო მშვიდობიანი გზებით, ვიდრე ჩვენ ამას დასავლეთმა მიგვაჩნია, მაგრამ მაინც და ამიტომაც ცდილობს რაღაცა იმის მსგავსი, რაც იყო თავის დროზე 1971 წელს, როდესაც მაშინ უბრალოდ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ჩამოაშორა საბჭოთა კავშირის, იმიტომ რომ მაშინ შეერთებული შტატებისთვის თავარი კონკურენტი იყო საბჭოთა კავშირი. უშუალოდ ეხლა რაც ხდება ევროკავშირში და აი ამ ევროპულ ეგრეთ წოდებულ deep state-ში, რაც უკვე თავის თავს დღითიდღე უფრო ისე აშკარავებს და ამჟღავნებს, საკმაოდ რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ ევროკავშირშიც და მის თითქმის ყველა დიდ ქვეყანაში აი ეგრეთ წოდებული ეს მემარჯვენე კონსერვატიული შემოbrunება დაწყებულია.
ზოგიერთ ქვეყანაში პირდაპირ იმარჯვებს ეს ხალხი არჩევნებში, ზოგიერთ ქვეყანაში იმარჯვებენ და არჩევნებს უუქმებენ, როგორც ეს რუმინეთში იყო. ან მიდის სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები, როდესაც მაგალითად ეხა ლეპენს აუგზავნეს 5 წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ევროკავშირშიც რეალურად დაწყებულია ეს გამოღვიძების პროცესი. უბრალოდ ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს ამას და მეც ვეთანხმები, რომ ერთი ციკლით ჩამორჩება ევროპული გამოღვიძება ამერიკულს. ანუ იქაც ადრე თუ გვიან ეგრეთ წოდებული ტრამპიზმი ყველა ქვეყანაში გაიმარჯვებს. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. ხო, იგივე ხა ბრიტანეთში ფარაჯის პარტია ლიდერობს, საფრანგეთში ლეპენი ლიდერობს, უკვე ბოლო გამოკითხვებით გერმანიაში AfD-ს უსწრებს რეიტინგით მერცს, რომელმაც ფაქტობრივად მთელი თავისი ამორჩეველი და ელექტორატი გადააგდო და მოატყუა დაპირებების რაღაცა ძირითადი დაპირებები შემოდო თავროზე და პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. იქ ჰოლანდიაში, ბელგიაში ზოგადად ისეთი ხალხი აქვთ. მოკლედ ეს პროცესი ძალიან ესეთი ფრაგმენტულია ევროკავშირში. ევროკავშირის ეს ჩინოვნიკები, რომლებიც რეალურად არიან არა არჩეული დემოკრატიულად, ხო, ხალხის მიერ, არამედ დანიშნული, ვინ არის ყველაზე მეტი ძალაუფლება ფორმალური გააჩნია ევროკავშირში ევროკომისიის პრეზიდენტს. ეს ევროკომისიის პრეზიდენტი ხალხის მიერ არ ირჩევა, ეს არის პირდაპირ დანიშნული უშუალოდ ჩინოვნიკი. და აი ეს კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ეს მათი ასე ვთქვათ ეს დანიშნული ევროკომისარები აი მაქსიმალურად ცდილობენ აი ამის გახანგრძლივებას, მაგრამ ხანდახან უკვე თავისთვისაც რაღაც ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს იღებენ, ხო? რაღაცას დაუშვათ რუსულ პროდუქციას აკრძალავენ, მაგრამ თხევადი გაზის რაღაცა იმპორტს ზრდიან, იმიტომ რომ აღარ იციან, იქედან ტრამპი ემუქრება სატარიფო პოლიტიკით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, საკუთარი აი არათანმიმდევრულობის გამო და დიდი ცვლილებების მოლოდინშია ევროპაც რეალურად. ანუ არსებობს ტერმინი კოლექტიური დასავლეთი. ეს კოლექტიური დასავლეთი დაიშალა. კოლექტიური დასავლეთი დაშალა პირველი ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს უკვე 3 წელზე მეტია, მაგრამ 3 წლის განმავლობაში იმ მარცხმა რაც იქ ბრძოლის ველზე მოხდა. ანუ ეს იყო ერთის მხრივ დასაწყისში ჩანდარეს იყო ახალი ტიპის ომი, ეს ჰიბრიდული ომი უკვე უცხო აღარ არის და ძალიან ბევრი მიმართულებით ხორციელდება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ატომურმა იარაღმა მუქარამ ითამაშა შემაკავებლის როლი, შესაბამისად ჩვენ ასე ვთქვათ, უკიდურესობამდე ვეღარ ზრდი ესკალაციას ვერ ახდენ. პოლინს ვერ აკეთებ. ხო, საომარი კონფლიქტის მithumes, როცა ერთი მხარე განსხვავებით მეორე მსოფლიო ომისგან, როცა ერთი მხარე უკვე არის ბირთვული სახელმწიფო, აქ არ არის რომ შენ ერთის მხრივ აგრესორი დაამარცხო და შემდეგ დასაჯო. ისაც მოხდა გერმანიის შემთხვევაში, ხო? ეს გამორიცხავ. თუ ეს გამორიცხულია, რჩება პირდაპირ ბრძოლის ველი. ანუ ისევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წესებით, ცოტა ახალი ტექნოლოგიებით, ხო, არსებობს სატელიტები, არსებობს დრონები და შემდეგ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა რომ ჯარისკაცია საჭირო და ამის მომარაგება. ორივე კომპონენტში, ხა რუსეთს აღმოჩნდა ყავს მეტი ჯარისკაცი და ორივე კომპონენტში კონკურენციის გაწევა ვერ მოხდა. ამ მარცხმა გამოიწვია ეს პოლიტიკური ცვლილება და ამას დაეწია თან ის ღრმა კრიზისი ამერიკის საზოგადოებაში, რაც არსებობს, რაზეც ტრამპიზმი დაეყრდნო ეს მემარჯვენე იდეოლოგია და იქ უკვე რაღაცა ეს ვოუკიზმით გაკოტრებული მემარცხენე ფრონტი. და პრაქტიკულად ამერიკაში შეიძლება ითქვას, რომ მოხდა საარჩევნო რევოლუცია რა. და ახალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია თავისი ელექტორალური ბაზის გამყარება, შორს მიმავალი სავაჭრო და ეკონომიკური მიზნების განხორციელება განსაკუთრებით ჩინეთთან კონკურენციაში და ეს რაღაც უფრო ფუკუიამასტური კონფლიქტი, თუ შეიძლება ითქვას, რომელიც ამ ცივილიზაციის ღირებულებებზე გადიოდა, ესე ვთქვათ, ხო, რომ სამყარო უნდა იყოს ეს დასავლური წესრიგის მიხედვით მოწყობილი და რომლის გამოძახელია კონფლიქტი უკრაინაში, ეს პრაქტიკულად ესე სრულდება. იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ პრინციპში და რომელიც ეფუძნება აი მონაცემებს, რაც დღეს სოფლიოში ხდება, აი ამ მოვლენების ანალიზს, მაინც რჩებიან ადამიანები, რომლებიც აი ამ ძველ სამყაროს მიხედვით ლაპარაკობენ, გონიათ რომ ყველაფერი რაც ხდება, ეს არის დროებითი, ეს არის გადახრა, რომ ყველაფერი ფათ ესეც არ არის, რომ ეხლა ნუ ამერიკა გავიდა არაუშავს უკრაინა მაინც თვითონ იომებს, ან რაღაც გერმანია მიხარ, ანუ ისევ არსებობს რაღაცა ილუზორული ტყვეობა, მაგრამ ამ ყველაფერს არა მარტო შეჯერათ, რომ პასიურადაც ვერ უყურებენ და არამედ
აქტიურად მოქმედებენ ამ უკვე დამთავრებული დღის წესრიგის სასარგებლოდ. ეს რა ვიცი, ხა უამრავი პარალელის გავლება შეიძლება, რა შეიძლება ეს გავდეს, ხო, უკვე დამარცხებულ რაღაცა ომში, რომ სხვადასხვა მეთაურები ბრძოლებს სადღაც მართავენ, ხო? აი ეხლა ბოლო დროს გუშინ რუსეთის ტელევიზიას პრანკერებმა დაურეკეს ალმე ზურაბიშვილს უჩენ ანუაშვილს კიდე ვიღაცას მგონი და სადაც ისინი ალაპარაკეს აი ამ თავენ ძალის ხმევაზე რა რომ როგორ ისინი იბრძვიან და როგორ მზად არიან ნებისმიერი ალიანსისთვის ვინც დაეხმარება მათ ამ ბრძოლაში. შენი აზრით აი დღეს ეს ქართული ოპოზიცია რომელიც შედგება პოლიტიკური პარტიებისგან ნაციონალური მოძრაობის წიაღში რაღაც გამოჩეკილი პარტიებისგან და მეორეს მხრივ აი ამ სამოქალაქო საზოგადოებისგან ეგრეთ წოდებული, რომლებიც აი ამ რაღაცა NGO სექტორი რამდენიმე აწლეული არის ამ ნიშნის ქვეშ ეს არის გაჩენილი ეს სივრცე რას აკეთებენ დღეს? ანუ რას ითხოვენ, რა არის მათი გეგმა ან მომავალი და არის თუ არა ეს რაღაც მათივე კრიზისი და რა მომავალი შეიძლება მათ ჰქონდეთ? ჩემი აზრით ისინი პირველ რიგში აგონიაში არიან, ანუ ათვიცნობიერებენ ნაწილობრივ, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც აი ამას რელიგიური მწამსი ქვია, ხო, რაღაც ის რო გჯერა და მაინც რაღაცა ზოგიერთი მათგანი ცივი ომის იმაში ლოგიკაში და ცივი ომის დოქტრინაში რო არის ჩარჩენილი. ეხლა უშუალოდ ამ ფაქტიურად ოპოზიციის 80% არის ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული, ხო, იქ გინდაც ეს პირველი გირჩი, გინდაც ვაშაძე, ყველა ამ პარტიიდან არის კიდე ეს მეორე გირჩიც და შედარებით ძალიან გახარიაც, მაგრამ ამათაც შეგვიძლია დავარქვათ კოლექტიური ნაცმოძრაობა. შესაბამისად, მათ ჯერ ეგეთი არანაირი ასე ვთქვათ, ღირებულებითი ალტერნატივა არ შეუძლიათ შესთავაზონ საქართველოს მოსახლეობას, ეს ერთი. მათ არ აქვთ შიდა ლეგიტიმაციაც და მეორე აი ეს განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, მათ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აგდებს. ანუ ის რომ USAID-დან და NED-დან და სხვა ამერიკული ფონდებიდან ვეღარ მიიღებენ ჩალფულს, ვეღარ მოხერხდება აქ იმ მასშტაბით აი ამ ქაოსის და ფერადი რევოლუციის მცდელობების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ამას ჩაანაცვლებენ, შეიძლება ევროკავშირმაც გამოთქვა ეს აზრი, რომ საქართველოსთვის რაც იყო გამოყოფილი ამ თანხების გადამისამართებას მოახდენთო, მაგრამ გუშინ აგერ ზურაბიშვილმა წაიწუწუნა, რომ კი დაგვპირდნენო, მაგრამ ჯერჯერობით არ რიცხავენო ამ თანხებს, იგივე ამ პრანკერებთან საუბრისას. და შესაბამისად, ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ძალიან სწორად მართავს პოლიტიკურ დღისწესრიგს. ჩვენც არ ვიცით, ხო, თუნდაც 2-3-4 თვის მერე როგორ შეიცვლება ეს სოფლიო წესრიგი, ნატოს რა მოუვა, აგერ ტრამპი აჟღერებს იგივე რუსეთთან მიმართებაში, რომ ნუ იქ უკრაინის ნატოში თეორიული გაწევრიანებას ხო უკვე ამაზე საუბარი ზედმეტია და გამოირიცხა და უკვე საუბარი მიდის იგივე ამერიკული კონტინგენტის გამოყვანიდან, თუნდაც პოლონეთიდან ნატოს მისიებში არა უშუალოდ ნატოს წევრ ქვეყნებში რაც არის, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ სიტუაციის დეესკალაცია. ნატოში მთავარი მოთამაშე მაინც არის შეერთებული შტატები. ევროპელებს და ევროკავშირს დამოუკიდებლად ჰუსიტების დამარცხება არ შეუძლია და ამაზე სხვათა შორის საუბრობდნენ აი რამდენიმე კვირის წინ სიგნალში, რომ ჰქონდათ ჩატი ვოლცს და რუბიოს და ასე შემდეგ და მე შემთხვევით რომ ჟურნალისტი დაუმატებიათ, იქ სწორედ იყო ამაზე საუბარი, ჩვენ რატო უნდა ვიზრუნოთ ამ ჰუსიტების დაბომბვაზეო, როდესაც პირდაპირ მათი ინტერესიაო ეს თვითმბრუნავ და თვითონ თუ არ შეუძლიათ, აი ეს მართალიც არის. და შესაბამისად შეერთებული შტატები თუ გამოვა აი როგორც პირდაპირ უკრაინის ომიდან და ასევე ნატოს პოზიციებსაც თუ შეარყევს, ეს არათუ ჩვენი ოპოზიციისთვის, არამედ აი ამ ევროპული, ასე ვთქვათ, ლიბერალური დემოკრატიისთვის და მათი, ასე ვთქვათ, გამხმოვანებლებისთვისაც იქნება კოშმარი. ბევრი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ეხლა რასაც ვიძახით, რომ არსებობს რაღაცა ესეთი რელიგიური ტიპის რწმენა და ამიტომაც რაღაც ეს ხალხი მისდევს სოფხედველობას ერთგვარს. თუნდაც წარსული რაც არ უნდა ჩვენ უძახოთ, მაინც იძახია, რომ იცი რა, ეგრეც არ არის საქმე რა. სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა ისეთ კლასტერზე, ესე ვთქვათ,
რომლებიც არ დაიჯეროთ პირდაპირ ექვემდებარებიან უცხოურ გავლენას, რასაც უკარნახებენ საბოლოო ჯამში იმას აკეთებენ. დღეს ვინაიდან არის შუალედური პერიოდი, ანუ უფრო დიდი საკითხები არის გასარკვევი იმისათვის, რომ საქართველოს რაღაც კონტექსტში მოექცეს, რატო გაჩნდა მეორე ფრონტის იდეა, ხო, როცა დაიწყო უკრაინაში ომი, საქართველოს მიეცა ფუნქცია, ხო, რაღაც რუსული, ამას სხვათა შორის მე ერთხელ უსმინე თავის რუსთაველის მოედანზე, აი რაღაც თავიანთი სამხედროები რო ყავთ რა, იმათ რაღაც ლექცია მოაწყვეს, ღიაცის ქვეშ სიცივეში იდნენ და რაღაცებს ლაპარაკობდნენ, ნუ შოკის მომგვრელი იყო რაც ისინი ლაპარაკობდნენ. მათ შორის ლაპარაკობდნენ იმასაც, რომ კი, რა თქმა უნდა, რუსეთს მოუწევს აქ 60,000 ჯარისკაცის ჩამოყვანა და საიდანვე ჩამოიყვანოს აბა 60,000 ჯარისკაცი რო არ აყავს. რომ ანუ ერთის მხრივ ზახდნენ, რომ საქართველოს ომი არ ემუქრება და მეორეს მხრივ რუსეთს ამ ყველაფრის თავი არ აქვს და თან ომი იმიტომაც არ ემუქრება, რომ სიამოვნებაში საქართველოს ძალიან პატარა არის და უცებ დამარცხდება და თუ უცებ დამარცხდება, რა თქმა უნდა ეს. მაგრამ თვითონვე ახსენებდნენ, რომ აქ დაჭირდება რესურსის გამოთავისუფლება, ხო? ამ ტიპის ლოგიკამ ისიც მიდიოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა დასკვნა შემდეგ სრულიად სხვაგვარი ქონდათ ხოლმე რა. ამ ფონზე, როდესაც საქართველოს დღეს ელოდება იმ დიდ გადაწყვეტილებებს და ეს პირველ რიგში არის უკრაინის ომის რაღაც შედეგი ერთგვარი, არ არის ახალი სტრატეგია განსაზღვრული და ამიტომ გრძელდება ყველაფერი ინერციით. თუ კი USAID-ის დაფინანსება შეწყდა, ეხლა ნუ რაღაცა უნდა მისცე იმისათვის, რომ აი ეს რაღაც აგენტურა, რაც არსებობს, რომელიც მოქმედებს ამ შეთანხმებული კოორდინირებული დღის წესრიგით, მათ გააგრძელონ ფუნქციონირება, ვიდრე ჩამოვა რაღაც ახალი ინსტრუქციები. ეს იმაშიც გამოჩნდა სხვათა შორის, რომ თავის ბევრისთვის იყო უცნაური, რომ აი რატო გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ რომ რაღაც კანონი შემოეტანა, გაეაქტიურებინა პოლიტიკური კამპანია სწორედ აი აქ. ანუ ეს ხო პირველი არჩევნები იყო, სადაც ტრადიციულ ნაცმოძრაობაზე უფრო მეტად წინა პლანზე აღმოჩნდა ის დასავლური გავლენა, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებობს და რომელიც იყო ეჭვმიტანილი და ბრალდებული იმაში, რომ თქვენს ინტერესებში შედის საქართველოში ერთის მხრივ ომის გასაჩაღება და ამ ინტერესებს ატარებთ თქვენივე აი დიდი ხნის განმავლობაში დაფინანსებული აგენტურის ხელით. შენი აზრით რა პერსპექტივა აქვს იმას, რომ ეს საქართველოში კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაერკვეს. არჩევნებზე ეს გამოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ვნახეთ მთელი რიგი ელჩების თუ საგარეო ლიდერების, რომლებიც ჩართული იყვნენ პირდაპირ მოწოდებებით, ხო? მაგრამ ხვალდაზეგ ეს შეიძლება კიდევ უფრო გამოჩნდეს, რაც გამოიწვევს დასავლეთის მედისკრედიტაციას. ჩემი აზრით, მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ რეალურად თუ გავითვალისწინებთ აი ამ იმას, რომ აქ მაინც გამოძახილია ამ გლობალური მოვლენების იმ მასშტაბით და იმ დოზით ვეღარ იქნება და ამათაც მოუწევთ ნელ-ნელა შეგუების რეჟიმში გადასვლა. რა თქმა უნდა, იგივე, რა ვიცი, საელჩო არ დარჩენილა გერმანიის საელჩოდან დაწყებული, თვითონ ასე ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი რა მუხარის ტონით ესაუბრებოდა ხალხს, ნუ შეერთებული შტატების საელჩოზე აღარ საუბრობ. უშუალოდ როგორ ერეოდნენ ხო ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საქმეებში და იქ ერთი უწყინარი განცხადება რო გააკეთა თუნდაც მასკმა ხო ამაზე თურმე ეს ყოფილა დემოკრატიულ პროცესში ჩარევა და კინაღამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს გერმანიაში. ანუ აქაც თვალს ვადევნებთ აი ამ წამო. და ძალიან მძიმე ფასი გადაახტევინეს, იმიტომ რომ მაშინ დაიწყო შეტევა მასზე და კომპანიის აქციების უარდნა, სწორედ ძალიან ნაცნობი ხელწერაა. ჩვენც ხედავთ ხოლმე ჩვენ პატარა მასშტაბში როგორ უნდა მოხდეს ეს კორპორატიული და კოორდინირებული ბულინგი ნებისმიერი უწყების ან უცხო აზრის მიმართ, კი ბატონო და აი ესეც კიდევ ერთი დასტური იყო აი ამ ევროკავშირის ფარისეულობის, როდესაც ჩვენ საქმეებში, ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ერეოდნენ რაღაცა ერთი და ორი განცხადებითი კი არა შემოიფარგლებოდნენ, პირდაპირ ინსტრუქციებს აძლევდნენ სხვადასხვა საელჩოებიდან და ამ შემთხვევაში მაინც ჩემი აზრით აი გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ენიჭება ხალხს და აი ხალხის პოზიცია ის რომ უმრავლესობა არ იზიარებს ხო აი ამათ არც სპექტაკლებს პოლიტიკურ არც აი ამ ქაოსს რაც რუსთაველზე ხდებოდა და უკვე მიწყნარდა აი ეს არის გადამწყვეტი განსაკუთრებით მე ბევრი სხვადასხვა ადამიანისგან მოვისმინე ესეთი
აზრი და ესეთი დაკვირვება და მეც ვეთანხმები რომ აი რეგიონებშიო არათუ ამათი მიმღებლობა არ არისო ამ საპროტესტო მოვლენების არამედ და ნეიტრალურად კი არ არის ან ხალხი განწყობ პირიქით ანუ რაღაც დონეს ზიზღი აქვს თუ აი ხალხის მიმართ ვინც რუსთაველიზე ავანგარდშია და შესაბამისად მაინც იმის გათვალისწინებით რომ შიდა სახალხო მხარდაჭერა არ აქვს ერთი და პირიქით აი ეს მოსახლეობის უმრავლესობა სხვა განწყობაზეა მეორე რომ უმცირდებათ აი ეს საგარეო დაფინანსება რა თქმა უნდა რაღაცა დირექტივები მოუვათ ევროკავშირისგან ხო იქ წაიყვანენ სალომე ზურაბიშვილს რაღაცა ევროპარლამენტის სესიაზე გამოიყვანენ ეხა თუნდაც ორი კვირის წინ იყო მაკრონის პარტიის იმაზე ხო ნელსონ მანდელა სადაც დაარქოს და თქვენს რომ დღეს წინააღმდეგობას აქვს სალომე ზურაბიშვილის სახე ანუ ეს ხო პრაქტიკულად არის საკუთარი პლატფორმების მინიჭება მისთვის რომ მისი რაღაცა ერთგვარი ფიგურა გაზარდონ დღეს რაღაც ფოტო დადო იქ ელჩი შეხვდა მაგიდაზე დროშები დაალაგა ხო ეს არის რაღაცნაირად აი ამ ყველაფერთან თამაში ეს მსხვილში ძალიან საინტერესოა ეს ხდება რის ფონზე ერთი პირველი რაც კითხო რომ შესაძლოა ანუ ორი გლობალური სცენარი ხო ერთი რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში რაც უკრაინაში რითაც დამთავრდება ან თუნდაც გაგრძელდება ამას ჩვენ დავინახავთ რომ დაერქვევა რომ უკრაინა რეალურად დამარცხდა და რუსეთის გავლენა გაიზარდა და შეიძლება დასავლეთულად თქვას რომ ჩვენ საქართველოს დავკარგეთ ანუ მათ აქაც იგივენაირად გამოაცხადა რომ იცი რა ხო აი სალომე ზურაბიშვილობის პროექტი ჩავარდა მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ანუ ეს კარტიც ესე ვთქვათ გასათამაშებელია და ღიაა ეს შესაძლებლობაც რომ უკრაინა თუ დაეცა მოდი რა ამასაც ნუ დავთმობთ პირდაპირ ხო ესია ანუ საქართველოსთან მაინც შევინარჩუნოთ და საქართველოს ხელისუფლება ამასთან მზაობას და ღიაობას აჩვენებს აი დღესაც ხო იმ რის ფონზე ხდება ეს სალომე ზურაბიშვილის ეს ჰერჩინსკისთან შეხვედრა, როდესაც აი მართლა 1 საათით ადრე რაღაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაცია ამერიკაშიც არის წასული, იქ რაღაცა მსოფლიო ბანკი, რაღაც ფორუმი, მონაწილეობს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი და რომელიც მართავს რაღაცა შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში. მე დავაინტერესა და ჩავიხედე მეთქი აი ვის შეხვდა. აღმოჩნდა რომ შეხვდა აი იმ უშუალო აღმასრულებელ პირს, ვისაც უშუალოდ აბარია აი სამხრეთი ევროპა და კავკასია, ხო, ვინც აი ამ საკითხებს და კურირებს და ძალიან აზიასთან ურთიერთობის და დიპლომატიური საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავისი 4 ენის ცოდნით. და ადამიანის ხოთაშორის, რომელიც საქართველოშიც ნამყოფია 2023 წელს, რეგიონში ხშირად ჩამოდის და რომელიც წინა ადმინისტრაციის დროსაც ჩვენივით მუშაობდა. და მიუხედავად ტრამპის რევოლუციური შემოტრიალებისა, ეს ადამიანი აგრძელებს იქ მუშაობას, იმდენად სპეციალიზდება ჩვენ საკითხებზე, ხო, და ინსტიტუციური მეხსიერება ხო გააჩნია და გააჩნია. ან თავისთავად ის რომ ეს შეხვედრა არსებობს, აქ რაღაც ჯერ არ ვიცით ჩვენი რა ითქვა, რამე შეთანხმება მოხდა თუ საერთოდ, მაგრამ ფაქტია რომ ეს შეხვედრა მოხდა, ანუ არანაირი აღიარების საკითხები საერთოდ არ დგას ამაზე, ხო? ხელისუფლება არსებობს, ხელისუფლებას ხვდებიან, ელაპარაკებიან და ბუნებრივია რომ ეს აჩვენებს ჩვენი მხრიდან შეხვედრა იმას, რომ ეს მზაობა და ღიაობა არსებობს. უბრალოდ საჭირო არის ახალ სამართლიან დამოკიდებულებაზე, მიდგომაზე და წესებზე შეთანხმება. რაც იდეაში ტრამპის ადმინისტრაციის სულისკვეთებაში ჯდება, იმიტომ რომ მან თქვა, რატომ ხურავს ამას გარდა იმისა, რომ ხარჯები შეამციროს, მან თქვა, რომ აი ამ რბილი ძალის მოქმედება სადღაც შეიძლება რაღაცა მოკლევადიანი ეფექტი მიიღოს, მერებადებს გრძელვადიან შედეგს, იმიტომ სადაც ფერადი რევოლუცია მოხდა, ბოლოს მაინც ყველგან კატასტროფა მივიღეთ და ქვეყნების მიმართ მე ხდება უკვე მტრული დამოკიდებულება იზრდება. ამიტომაც მან შეცვალა ეს მიდგომა და ეს ძალა გააქვს. ანუ ამ სულისკვეთებაში დგება რომ დაანებეთ თავი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და მოდი კონდეს პარტნიორული ურთიერთობა. თუ კი ეს გაფორმდა, ეს ნიშნავს რომ ეს რაღაცა რუსეთუმეობის ბრალდება, რომელიც არაფრით არ დასტურდება, ხო, თავდება, მაგრამ ესეც არ არის თავარი. თავარი არის რომ საქართველოს სუვერენიტეტი გამოიხატებოდეს იმაში, რომ კონდეს მოქმედების თავისუფლება. ნუ ქვეყნის ინტერესებს რაც ჭირდება, არა აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით, ჩინეს უნდა გააკეთო. რუსეთთან ვაჭრობა გჭირდება და აკეთებს სანქციებს ვერ უწესებ, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს რაღაცა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს. ანუ ეს გლობალური პროცესი შენი აზრით არის გარდაუვალი და ესე მოხდება, თუ მაინც იქნება წინააღმდეგობები. აი რაღაც სალომე ზურაბიშვილები მაინც გააგრძელებენ აი ამ რაღაცა გარდაუვალის ხელშეშლას. გაგრძელდება ეს მცდელობები ზურაბიშვილისგან და კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, ესე დავარქვათ მოდი ოპოზიციას, მაგრამ მუხტი ჩემი აზრით კიდევ უფრო ჩაცხრება, იმიტომ რომ აქეთკენ მიდის ყველაფერი.
აიგივე მაკრონთან რო იყო ეხა ჩასული, ხო, მაკრონის რა წარმოუდგენელ მდგომარეობაში მესამე ადგილზე გავიდა მისი პარტია, 4 აფრიკული ქვეყნიდან კი წისყრით გამოყარეს ფრანგული კონტინგენტი. ფაქტიურად იქ ევროპარლამენტის არჩევნები წააგო, მერში და არჩევნები წააგო, მემარცხნეებმა მოიგეს იქ არჩევნები. ლეპენსკი აუქმეს, მაგრამ სამაგიეროდ წამოიჩიტა ახალ-ახალი პერსონაჟები, რომლებიც ზოგი მემარჯვენეა, ზოგი მემარცხნეა. კი, თუნდაც არ არის გამორიცხული, რომ ჟორდან ვარდელამაც მოიგოს, რომელიც ლეპენის შემდეგ მეორე. 2 წელიწადში ზუსტად აქვს გაზაფხულზე 2027-ის არჩევნები. და დაამთავრა მან თავის. და იმდენად დიდი რყევის წინაშე ვართ, ჩვენ შეიძლება კიდევ ბოლომდე ვერ ვათვიცნობიერებდეთ რა, აი მაგალითად თეორიულად კი არა, პრაქტიკულადაც უნდა დავუშვათ, რომ აი 5 წლის შემდეგ გერმანიაში დავუშვათ იმარჯვებს AfD და საფრანგეთში 2 წლის მერეა საპრეზიდენტო არჩევნები, ან ლეპენი რაღაცნაირად გაასაჩივრებს და მოასწრებს, ან ლეპენმა თუ ვერ მოასწრო, ჟორდან ვარდელა. ერთ-ერთმა მათგანმა მაინც რო დატოვოს ევროკავშირი, იქ უკვე არ ვიცი რა დაიწყება, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთის ბრექსიტის მერე საფრანგეთი გერმანიის ალიანსზე კავშირზე დგას დღეს როგორც თავიდან შეიქმნა, ყველაფერი დანარჩენი ამის გარეშე არ არსებობს და მაშინ თუ დაიშალა ევროკავშირი, მივიღებთ მე-19 საუკუნის როკას რაღაც პატარ-პატარა ალიანსებს და საქართველოს ხელისუფლებას რაც შეეხება, ძალიან კარგად ათვიცნობიერებს იმას, რომ აი ჩვენ ეხლა უკვე მულტიპოლარულ სამყაროში გადავდივართ და შესაბამისად ყველასთან მზად უნდა ვიყოთ რაღაცა კონსტრუქციული ურთიერთობის მათ შორის ევროკავშირთანაც ყველასთან და მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაცა ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე. ანუ ჩვენ არ უნდა გამოგვიყენონ, ხო? როგორც გამოიყენეს, მოდი ვთქვათ ესე, პირდაპირ უკრაინა. იქაც უკრაინის ხელისუფლების დამსახურებაც იყო მათ შორის, რომ ესე გამოაყენებინა თავი და როგორ რადიკალურად შეცვალა თავისი message box-ი ხო ზელენსკიმ რას ამბობდა პრეზიდენტი სანამ გახდებოდა საპრეზიდენტო კამპანიისას და რას ამბობს ახლა. მაგრამ აი საქართველოს ძალიან კარგად აჩვენა და აი თუნდაც პატარა უნგრეთი ხო, რომელიც არ არის რაღაცა ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ აი ორბანის აი ეს საგარეო პოლიტიკა და აი ეს პირდაპირ აი ეს კურსი დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, თუნდაც სლოვაკეთი ხო კიდევ უფრო პატარა ქვეყანა, აი რაღაცა აჩვენებს, რომ არის მესამე გზა, რომელიც დაფუძნებულია ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე, მშვიდობაზე და რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს, ხო, აი ამ პატარა ქვეყნებისთვის რაღაცა საკუთარი დამოუკიდებელი კურსის წარმართვაზე. მეტნაკლებად აქაც რა თქმა უნდა რაღაც დოზით იქნება შეზღუდვები, მაგრამ ნუ აი მე ამის მცდელობა და ეს ეხა რაც ჩვენთან ხდება, ჩვენთვის მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავიც უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, ეს არის აი პირველი ესე დიდი გამოღვიძება, ხო, აი რაღაცა მივდიოდით და რაღაც ზალა მოვიკრიბეთ და გამოვიღვიძეთ და შესაბამისად აი ვცდილობთ, რომ აი ეს ჩვენი რაღაცა გაკვალული გზა იქნება ეს რაღაცა ეკონომიკური ზრდა, უფრო საყოველთაო გახდეს და ეს ტემპი შევინახოთ. ჩვენ დავინახეთ რაღაცა რისკი, რომ შეიძლება ის 30 წლიანი მცდელობა დამოუკიდებლობის დასავლური ინტეგრაციის შეიძლება ყველაფერი უცებ წყალში ჩაყრილიყო მომენტში. რამდენიმე დღეში. ანუ იცი რა არის, აი მსმენელს უნდა ესმოდეს ხშირად პროპაგანდა იმ რაღაცა ინჯეოს სექტორის, ამას ეხის, რომ იცი რა არის, სიტუაცია არის მარტივი, რუსეთი არის აგრესორი, ის შეიჭრა უკრაინაში, უკრაინა არის მსხვერპლი, მორჩა და ცალსახად უნდა იყოს იმ მხარეს. ანუ ისინი არ იხსენებენ იმ თელ ფაზებს, რაც ამას წინ უძღოდა. პირველ რიგში და მე მინდა რომ არგუმენტი ქონდეს ყველას ესმოდეს რომ თუ რაღაც დასავლეთის ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახსენებთ მართლა მსხვერპლ უკრაინას ან დასავლეთის ბრალი რამეში არის, მაგრამ ესმოდეს რომ თელა მომს ქონდა ფაზები. ეს იყო ომის დაწყებამდე 24 თებერვლამდე ფაზა, მაგალითად შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ ეს 2023 წლის 17 დეკემბერი, როდესაც ოფიციალურ ულტიმატუმს აგზავნის რუსეთის პრეზიდენტი კი და იმ დაწერილ რაღაცა დოკუმენტის დრაფტსაც რომ მაშინ ამას ხელი მოვაწეროთ რომ თქვენ ამას უკრაინას ნატოს წევრად არ აღიარებთ და უკრაინას არა არც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომ მან ჩვენც ვიგულისხმებთ. ამ ულტიმატუმში ჩვენც მოვიაზრებთ. ტანკები არის მიყენებული საზღვარზე, აგრესიის საფრთხე არსებობს რეალურად და მიდის აი ეს სოფლიოში ტორტმანი რა ქნან, როგორ ქნან ასე შემდეგ და რაღაც მომენტში, რა კი ეს რაღაც შედეგი არ გამოდის უკვე რამდენი თვის 2 თვის განმავლობაში, რუსეთი იჭრება უკრაინის ტერიტორიაზე და ამას ეძახის რომ მაიძულეს რომ ეს ომი უკრაინა თავს იცავს და ის თავდასხმელს იგერიებს. ჩვენ ვიცით, გვახსოვს თავიდან რა მიზნები იყო გაცხადებული, ეს მიზნები ვერ შეცვლოდა. არანაირი კიევის აღება არ მომხდარა, გარკვეული ნაწილებიდან უკან მოუწია რუსეთს დახევა და ასე შემდეგ.
მაგრამ შემდეგ იწყება სტამბოლის მოლაპარაკებები, შემდეგ იწყება რაღაცა პირველი შანსი რჩება, რომ იქნება ეს კონფლიქტი ბორის ჯონსონის საბოტაჟი, რაღაცა ჩავაცხროთ და აქ უკვე ეს უკვე სხვა ფაზა. ანუ ერთი არის თავდასხმის მოგერიება და ქვეყანა მოიგერია ეს თავდასხმა ნამდვილად და მეორე არის უკვე აი რასაც ქვია ომის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება, რომ არა, მე ხა ვაგრძელებ რაღაცა ომს და მივდივარ რაღაც სხვაგან. ერთი არის ეს შეგვიძლია პირდაპირ პარალელი გავავლოთ 2008 წელს. ერთი არის ზაფხულში კონფლიქტის დაძაბვა, აი კონფლიქტური კერების სროლები, დაბომბვა ასე შემდეგ და მეორე არის გადაწყვეტილების მიღება და მე ღამე განცხადება, რომ იცი მე ხა საკონსტიტუციო წესრიგი უნდა აღვადგინო და გავიდე იქ აქვე საზღვრებზე, ხო? რაც ჩვენ გვახსოვს. ამაში დავმარცხდით. რა აგრესორი შეიძლება იყოს რუსეთი, მაგრამ შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ სად რა როგორ წარმართო ეს კონფლიქტი და აქ მართალ არამართალზე არ არის. გამარჯვებასა და დამარცხებაზეა და შემდეგ ვიღებთ სწორედ აი ამ სურათს, ხო ესეა, რომ აი როგორ არის სამყარო მოცემული. დღეს ამას უფრო ბევრად დიდ მასშტაბში ხედავთ ჩვენ რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ გვახსოვს 2008 წლის გაკვეთილი ჩვენივე თავზე ნაცნები და ხედავთ იქ რა ხდება იმ ხელაში, ხა ამ პატარა ქვეყანაში ხო წარმოგიდგენთ. ამიტომ ეროვნული ინტერესად დღეს იქცა, რომ ხვალდაზეგ რომ შეიძლება კიდევ უარესი მოვლენები განვითარდეს, იმიტომ რომ ის მემარჯვენეების მოსვლა ნიშნავს მილიტარიზმის ზრდასაც მეორეს ხო რა. აი დამარცხებული როლი არა, იცი დამარცხებული როლი მე არავის არ მოწონს. მეორე მსოფლიო ომიც იყო პირველი მსოფლიოს გამოძახილი. მე ვლაპარაკობ 10 წლიან, 15 წლიან პერსპექტივაზე ვიძახი და საქართველოს როგორც პატარა ქვეყნის ინტერესი არის, რომ ის არ უნდა მან უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ის არ უნდა გაიჭრილოს ამავე დროს. ანუ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. კი, აი იმაში არ დაგეთანხმე ერთ-ერთი რომ დღეს იმდენად ამობრუნებულია ყველაფერი კლასიკურად თუ რაღაც რადიკალური მემარჯვენეების გამარჯვებას მივყავდით მილიტარიზაციამდე და ომამდე, ხო, მე-20 საუკუნე რო ავიღოთ. ეხა იმდენად შემოტრიალებულია, რომ მემარცხენეები უჭერენ მხარს ომის გახანგრძლივებას და პირიქით მემარჯვენეები გამოდიან სამშვიდობო ინიციატივებით. იმდენად ამოტრიალებულია ყველაფერი. ამას ეს აღვნიშნე უბრალოდ და ამ უკრაინის ომს კი რამდენიმე ფაზა ქონა ნამდვილად იგივე ეს რუსეთის ულტიმატუმი და მოლაპარაკების მცდელობა იქამდე მინსკის ხელშეკრულებები რომელიც რუსეთმაც დაარღვია და მოდი ვთქვათ უკრაინამაც დაარღვია და აგერ მერკელმაც აღიარა თავის მემუარებში რომ ეს იყო ერთგვარი დროის გახანგრძლივების მცდელობაო რომ მოგვეხდინა უკრაინის მომზადება რისთვის ანუ ომისთვის ხო და ისინიც კარგად ათვისნობიერებდნენ ამას. იქ ნუ 2014 წლის მეორე ფერადი რევოლუცია და მაიდანი, როდესაც იგივე შეერთებული შტატების საელჩო იღებდა გადაწყვეტილებას, არის ეს ჩანაწერი, ჯეფრი პაიეტი იყო მაშინ შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში და ქალბატონ სამანტა პაუერსკი არა ინტერნეტში დევს დამავიწყდა იმ ქალის სახელი, როდესაც სახელმწიფო ვიქტორია ნულანდის საუბარი ჯეფრი პაიეტა, როდესაც პირდაპირ განიხილავენ კლიჩკო რა თანამდებობაზე დანიშნონ, იაცენუკი რა თანამდებობაზე და ამის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ეს არის რა თქმა უნდა ნატოს გაფართოვება აღმოსავლეთით და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის პირდაპირ შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის სიტყვები, რომლებიც ერთად თქვეს სინქრონში, რომ ნატოს გაფართოვება იყო ის, რის გამოც დაიწყო უკრაინის ომიო რეალურად და ჩვენც ეს უნდა გავათვითნობიეროთ და პრინციპში ეს უკვე ყველას კარგად ესმის და აი აქედან გამომდინარე იმდენი ფაზა იყო რომ უკრაინას ნამდვილად რა თქმა უნდა უკრაინა არის მსხვერპლი ამ შემთხვევაში და უკრაინელი ხალხი პირველ რიგში ხო მაგრამ ერთი მარტივი მოცემულობა საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკაში ის არის, რომ ეს არ არის ზღაპარი. კეთილი ყოველთვის არ ამარცხებს ბოროტს და შეიძლება აქ ძალიან დიდი ესეთი მორალისთვისაც არ იყოს ადგილი. ეს არის ესეთი მძიმე რეალობა, რაც უნდა მივიღოთ საერთაშორისო ურთიერთობაში. აქ სამწუხაროდ ძლიერი ყოველთვის ამარცხებს სუსტს და ეს არ არის მარტო რაღაცა მოსაზრება, პირდაპირ ეს თვითონ გაეროშიც არის გამყარებული, ხო? კი წესდებაში უწერიათ, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ თანასწორია, რა დოყავთ უშიშროების საბჭოში 15 ქვეყანა და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი 6 ქვეყანა, რომელსაც მუდმივი ვეტოს უფლება აქვს. ანუ ეს იერარქიულად იქაც კი de facto ესეა და სამწუხაროდ, ანუ ისეთი აი ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენ მართლა რაღაც ძალიან რთულ მისიას ვასრულებთ ჩვენში გულისხმობს ზოგადად ქვეყანას რომ აი ამ ყველაფრის ფონზე და მართლაც
უკრაინის შემდეგ ჩვენ ვიყავით მთავარი სამიზნე რუსეთის, ხო? შეიძლება უფრო მეტი სამიზნეც ყოფილი, იმიტომ რომ უკრაინელი ერი ბევრად ახლოა რუსებისთვის 10 მილიონი ადამიანია უკრაინაში, რომელსაც უშუალო რუსეთში უშუალო უახლოესი ნათესავი ყავს უკრაინაში, იქნება ეს დაანწმა და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ რო აი ესეთი სამიზნე ვიყავით და რაღაცა დავახციეთ ამას თავი და რაღაცა ეკონომიკაც ალბათ თუ კარგად იზრდება წლიური 10%-ით და მშვიდობა არის და მშვიდობა აი ეს არ ესმის კიდე ბევრს რა ბევრს ანუ მოსახლეობას გულისხმობ პირველ რიგში ოპოზიციას რომ მშვიდობა აქ არის ნამდვილად აქტივი ჩვენთან და ეხლა ჩვენ შვეიცარიის მოქალაქეები რო ვიყოთ ხო ან თუნდაც კანადის რომელთაც შეიძლება 200 წელი ომი ნანახია რა აქვს საკუთარი თვალებით მათთვის მშვიდობა ცოტა აბსტრაქტული რაღაცაა და მშვიდობა ისედაც იგულისხმება ხო მათ ყოფაში და ასე შემდეგ ჩვენთვის მშვიდობა არის ნამდვილად არა გარდა იმისა რომ ქონია ბევრი ომი ეს გაძლევს შენ გამოცდილებას იმიტომ რომ არის ძალიან მარტივი რამ აქ ხდება ხალხის დამონათება ისტორიაზე აგდება რომ როგორ ჩვენ ხო მეომარი ხალხი ვართ აბა როგორ შეიძლება ამტერო და დაუწო და რომანტიზება იმისი გაწყვეტის სიკვდილის სისხლის და რაც თავარია ის რაც ჩვენ ისტორიაში ფასდება ეს არის გამარჯვებული ბრძოლა და ერთი რაც არის ყოველთვის გაკიცხვის ღირსი ეს არის უგუნურება. როდესაც რატომ ასდება ის გამარჯვებულება, იმიტომ რომ იმან რაღაც მომენტში ყოველთვის სუსტი იყო საქართველოს და იყო პატარა, იმან რაღაც მომენტში გარისკა სწორად და მოიტანა შედეგი, მაგრამ როდესაც ის რაღაცა ისე დამარცხდა, რომელიც იყო შეიძლება ამის თქვა დაერდება, ეს არ არის ჩვენს ისტორიაში განდიდებული ქმედება. კი, გმირები ყავს, წმინდანები ყავს, დაფასებულია, მაგრამ არ ითვლება რომ ამ შემთხვევაში რაღაც და ეს მარცხი გვახსოვს, შეიძლება ამაზე არ ვლაპარაკოთ, მაგრამ ეს გენეტიკურ კოდში ეს მომენტი დევს და ნუ როდესაც თუ უნდა იომო გონივრულად. კი ბატონო. თუ არ უნდა იომო, უნდა გაეცალო, ხო? ოფის თავშაში ერთი წერია და მეორეც და უნდა გამოიყენოს სწორი ფრაზა. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ორშაბათს, გემშვიდობებით დროებით.